არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად, პაციენტმა იმკურნალა წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო, აი 5 წელი, 6 წელი, 7 წელი კარგად იყო და ეს რემისიათ ითვლება ეს პერიოდი ესე ხო, რემისიათ ითვლება და რეციდივი მისცა და რეციდივი არ ექნებოდა რომ არ გაეკეთებინა ის რაც გააკეთა. რა გააკეთა? მაგალითად მიიღო ვიტამინები დანამატები, მათ შორის, აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ბევრი სხვადასხვა საშუალებები აპროვოცირებს, მაგრამ მათ შორის ატომური ბომბი არის B12. მართლა ატომური ბომბია. მაგარი რეკომენდაციაა ეს რა. მე გვაპირებთ და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომ საერთოდ არც ქონიათ მაგალითად აკნე. და უბრალოდ თერაპიული ნიშნით მიზეზი მიიღო B12 ვიტამინი ან ტაბლეტირებული სახით ან ნემსის სახით გაიკეთა და დაეწყო აკნე. აი B12 და ბეტამეტაზონი ერთად მე თუ ვთქვი რომ B12 ატომური ბომბია თქო, ნუ ეს არის ატომური ბომბი ალბათ უწერია ანოტაციაში მაგას რომ აი აკნეს პერიოდი ან მიდრეკილ პაციენტებში არ არის რეკომენდებული? ანოტაციაში არ უწერია.